16-თვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები უკვე სამშობლოში არიან. რამდენიმე წუთის წინ სპეციალური რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. გათავისუფლებული ქართველები საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლიდან ბათუმში საკუთარი თვითმფრინავით გადმოაფრინა. მეზღვაურებს აეროპორტში დილიდან ელოდებოდნენ მათი ახლობლები, რომლებიც წელიწად ნახევრიანი ტყვეობის შემდეგ საკუთარ ოჯახის წევრებს პირველად შეხვდნენ. ისინი მადლობას უხდიან მიხეილ სააკაშვილის მეზღვაურების გათავისუფლების გამო და აცხადებენ, რომ მათ საკუთარი ნათესავების დაბრუნების იმედი უკვე დაკარგული ჰქონდათ. ოჯახის წევრებთან, მეზღვაურების მცირეწლოვან ბავშვებთან, ნათესავებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირები და საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დახვდნენ. ემოციური შეხვედრის და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეზღვაურებმა უკვე პირველი კომენტარი გააკეთეს. ისინი კიდევ ერთხელ მადლობას უხდიან საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების წარმატებული ოპერაციისათვის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან მათი ოჯახებისათვის გაწეული დახმარებისათვის. დღეს უკვე ოჯახებში დაბრუნებული ქართველები 16-თვიანი მძიმე ტყვეობის დეტალებსაც ახსენებენ. კამერები მეორე ჯერ დავიბადე, მეორე სიცოცხლე მაჩუქა ბატონმა სააკაშვილმა ასე უცნობ თავს. არაჩვეულებრივად იმდენად დავიტვით ემოციით, რა ვლაპარაკი. ცუდი მომენტი წყალი გვენატრებოდა, იყო დღეები, დაახლოებით 2-3 დღე საერთოდ ჭიქა წყალი არ დაგულებია. ვერ ავხსნი იმ გრძნობას, რასაც დღეს მე მთელი ხალხი, მთელი აჭარა, მთელი საზოგადოება საქართველოს. მადლობა პრეზიდენტს, მადლობა ჟურნალისტებს. ძალიან გახარებული ვარ, დადგა ეს ნანატრი დღე. დიდი მადლობა ერთხელ კიდევ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონი მიშა ყოვლისშემძლე და იმის დამსახურება, რომ ჩვენი ბიჭები ბრუნდებიან სამშობლოში. ეს ჩემი შვილის პატარა აჩია, რომელიც 9 თვის იყო მამამ რო დატოვა და ეხლა 2 წლის და 10 თვისაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, უბედნიერესი მთელი საქართველო უბედნიერესია, ყველას ულოცავ ახალ წელს. ბიჭები ჩამოვიყანეთ, ცოცხლები ბიჭები არიან. ესე ვთქვა, ჯანმრთელები, მერე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იგივე აღარ მოხდეს. ეს არის მთავარი. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ირანდად პრეზიდენტის დავალებით პირველივე დღეებიდან ესე წვალობთ. ვერ ვიძახით სიმართლეს, მაგრამ იყო ბევრი არაოფიციალური შეხვედრები, ბევრი მეგობრული შეხვედრები, რათა ეს ბიჭები გადაგვერჩინოთ და ჩვენ გადავარჩინოთ. წელიწად ნახევრიანი ტყვეობის შემდეგ დღესვე სამშობლოს დაუბრუნდნენ თურქი მეზღვაურებიც, რომლებიც ქართველებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დახმარებით გაათავისუფლეს. 3 თურქი მეზღვაური კენიიდან სამშობლოში აირზენა სპეციალური რეისით ჩაიყვანეს. მათ დასახვედრად სტამბოლში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებოდ ბათუმიდან, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრი ანკარიდან ჩაფრინდა. საზეიმო დახვედრის, ემოციების და სიხარულის მრავალი ცრემლის შემდეგ მეზღვაურებმა მიხეილ სააკაშვილთან და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით დასრულებული წარმატებული ოპერაცია თურქული მედიის მთავარი თემაა. ყველა წამყვანი გაზეთის გარეკანზე მიხეილ სააკაშვილის და გათავისუფლებული მეზღვაურების ფოტოებია. და თემას მოამბის პირდაპირ ეთერში განაგრძობს ჩემი კოლეგა ლიკა ხურციძე, რომელიც მოამბის ახალი ამბების სტუდიიდან ჩაგორთება. ლიკა, გისმენთ. ნინა, როგორც შენ უკვე აღნიშნე, დღეს თურქული მედიის ყველა წამყვანი გაზეთის თუ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემის მთავარი გმირი შეიძლება ითქვას არის საქართველოს პრეზიდენტი და ყველა გაზეთის სათაური იწყება შემდეგი სიტყვებით, რომ ქართულმა მხარემ და საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო სხვა ქვეყნების ხელისუფლებამ. ამ შემთხვევაში თურქულ მედიასთან ერთად ბუნებრივი არის სამშობლოში დაბრუნებული უკვე გათავისუფლებული მეზღვაურების ოჯახის წევრებიც დიდ მადლობას უხდიდნენ ქართულ მხარეს, რადგან ისინიც ასევე აცხადებდნენ, რომ მათ თავიანთი ახლობლების ნახვის იმედი ჰქონდათ დაკარგული. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის მანამ სანამ ბათუმში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოიყვანდა ქართველ მეზღვაურებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უშუალო ძალისხმევით გათავისუფლდა, ის ასევე ჩავიდა სტამბოლში, სადაც მას პირადად დახვდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ასევე ანკარიდან სტამბოლში ჩასული და ისინი ერთობლივად შეხვდნენ იმ 3 თურქ მეზღვაურს, რომელიც ქართველებთან ერთად 16 თვის განმავლობაში სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იყვნენ.
16-თვიანი ტყვეობის შემდეგ სომალელი მეკობრეებისგან გათავისუფლებული თურქი მეზღვაურები სამშობლოში ჩაფრინდნენ. აირზენას თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც მეზღვაურები კენიის ქალაქ მომბასადან ათათურქის აეროპორტში სპეციალური რეისით ჩაიყვანა, ყოფილი ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს. აი სტრესი, ემოცია, ყველაფერი მოიხსნა შეხვედრების შემდეგ. კარგად, ერთი სიტყვით სადან კარგად. ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ცოტა გვაქვს უარყოფითი ჯანმრთელობა, გამოსწორდება იმედი მაქვს შემდეგისათვის. კი, აუცილებლად შეგვამოწმეს. დახმარება გაგვიწეს, რამდენადაც შესაძლებელი იყო. სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მეზღვაურებს დღეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. სპეციალურად მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან შესახვედრად საქართველოდან სტამბოლში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სტამბოლში საგანგებოდ ანკარიდან თურქეთის პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ჩაფრინდა. გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას დღეს განსაკუთრებულ მადლობას უთხრიდნენ. გოგო მყავს 13 თვისაა, მე 16 თვეა რაც ტყვეობაში ვარ, მიხარია შვილი ვნახე, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას. დიდი მადლობა. 16-თვიანი განშორების შემდეგ ემოციური იყო მეზღვაურების ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ერთ-ერთმა მათგანმა დღეს საკუთარი შვილი პირველად ნახა. მეზღვაურების ოჯახის წევრები აეროპორტში ახლობლების დასახვედრად ჩვილი ბავშვებით მივიდნენ. ასეთი ხანგრძლივი განშორება არასდროს გქონია. ჩვენ სპეციალურად მენსინიდან ჩამოვედით. წელიწად ნახევარი ნერვიულობდით და აღარ გვეგონა თუ ცოცხლებს ნახავდით. მე 16 თვე ვიყავით ყოებაში, დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა ჩემი მეუღლის თანდასწრებით, იმას ვიტყვი რომ როგორც იქნა დავბრუნდი ჩემს ოჯახში. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ყველას. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლება ქართული მხარის ძალისხმევით და საქართველოს პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით მოხერხდა. დღეს ყველა წამყვანი თურქული გაზეთის პირველ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის და გათავისუფლებული ტყვეების სურათები და სტატიები იყო. თურქული პრესის განცხადებით მეზღვაურების გათავისუფლების ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაათბობს. ეს ფოტოები სავარაუდოდ არამხოლოდ პრესის ფურცლებს შემორჩება. ის ყველა გათავისუფლებული მეზღვაურის ოჯახის რელიკვია გახდება. სამახსოვრო სურათები საქართველოს პრეზიდენტთან და თურქეთის პრემიერთან დღეს მეზღვაურებმა და მათი ოჯახის წევრებმა ერთობლივად გადაიღეს. 16 თვის განმავლობაში მას შემდეგ რაც სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურები დაატყვევეს, საქართველოს ხელისუფლება რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოო ჯამში 18 მეზღვაურის გათავისუფლება უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მოხერხდა. დიდი მადლობა ლიკა, ეს იყო ლიკა ხურციძე, რომელიც საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ბათუმში გამომგზავრებამდე ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მხარეებმა ბრიფინგი გამართეს. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების წარმატებული ოპერაციისათვის და 16 თვის განმავლობაში ქართული მხარის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისათვის მთელი თურქი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. ერდოღანის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი ქართული და თურქი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებაში პირველივე დღიდანვე აქტიურად იყო ჩართული. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, სწორედ ამ ძალისხმების შედეგია, რომ გათავისუფლებულები საკუთარ ოჯახებს უბრუნდებიან. მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა კი ერდოღანის თქმით კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თურქეთი და საქართველო ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. მიხეილ სააკაშვილმა კი ბრიფინგზე მოლაპარაკებების პროცესში თურქული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების გამტკიცებაზე ისაუბრა. მხარეებმა თურქეთისა და საქართველოს ერთობლივ პროექტებზეც იბიჭებეს. საქმიანობაში ლიდერი, რომელიც მე მინდა მართლაც დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენო ძალიან დიდო მეგობარო, იმიტომ რომ მე ვარ იმის მომსწრე ყოველდღიურ საქმიანობაში, მე არ მინახავს არც ერთი ლიდერი და მე ბევრი ვიცი რომ ბევრი ლიდერს, რომელიც ასე ზრუნავდეს თითოეული ინდივიდუალური მოქალაქის ბერძზე. როცა შენ ყავს 5 მილიონი მოქალაქე, როგორც ჩვენ შემთხვევაშია, ეს შედარებით შეიძლება უფრო ადვილი იყოს, როდესაც ყავს 70 მილიონი და მეტი, ეს ბევრად ძნელია, მაგრამ თქვენთვის ეს ძნელი არ არის. თქვენ მე მახსოვს, ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად თქვენ სწორედ ინდივიდუალური მოქალაქეების ბედით
ინტერესებით არ არსებობს პატარა ინტერესი თქვენთვის, როცა საქმე ეხება თურქეთის მოქალაქის ინტერესებს, სიცოცხლეს, ქონებას, თავისუფლებას და ეს მართლაც არის უნიკალური თვისება დიდი დემოკრატიული ლიდერის. და ეს შემთხვევა ზუსტად ასეთი შემთხვევა არის ჩვენთვის. ჩვენ ვიყავით მომსწრე, როგორ ფიქრობდით თქვენ ამ თემებზე, როგორ ერთობლივად მუშაობდით ჩვენ ამ თემებზე, ისე როგორც ჩვენ ერთობლივად მუშაობთ ბევრ სხვა თემაზე, რომელიც ეხება ჩვენ ერთობლივ თანამშრომლობას. თურქეთი ძალიან დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო გახდა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის უუწყუარად ლეგიონალური ლიდერი, რომელიც ქმნის პროცესებს, რომელიც წარმართავს პროცესებს, რომელიც არის თავარი გარანტი მშვიდობის ახლო აღმოსავლეთში და ევროპის ჩვენ ნაწილში. მე ვფიქრობ, თუ არა თურქეთის ძალიან აქტიური, პროაქტიული სამშვიდობო როლი შარშანდელ მოვლენებთან დაკავშირებით არაბულ სამყაროში, ასევე ირანთან, სირიის პროცესებთან დაკავშირებით, სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, იგივე ევროკავშირთან და უახლოეს სამეზობლოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პროცესი კიდევ უფრო გართულდებოდა. თურქეთი არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური როლის მატარებელი ყველა ამ პროცესების მიმართ. მე ვფიქრობ, ხშირად ჩვენ ევროპელ მეგობრებს, ჩვენ ასევე მაგალითად უსახავთ თურქეთს ორხრივ ურთიერთობებში. ევროკავშირთან ჩვენი კონტაქტის დროს და სხვა შორის ამას წინათ მე შევამჩნიე, რომ ასევე თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა და მაგალითად მოუყანა ევროკავშირს თურქეთის ურთიერთობები საქართველოსთან, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან, როდესაც საუბრობთ თურქეთზე. ჩვენ ძველ დროს ყოფდა კინის ფარდა და დღეს ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა და უკვე უპასპორტო მიმოსვლა. თავარი ის კი არა, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ორი ლიდერი, რომელთაც პასპორტის გარეშე გადალახეს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, არამედ ყოველდღიურად ათასობით და ზოგჯერ 10,000-ობით თურქეთის და საქართველოს მოქალაქე პასპორტების გარეშე გადადიან თურქეთის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ, რომ დამატებითი სასაზღვრო პუნქტი გაიხსნება ასევე მარადისა და მაჭახელას ხეობას შორის, რომელიც დააკავშირებს ორი მხრის მოსახლეობას. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ჩვენ უკვე ჩვენ მხარეს ავაშენეთ დიდი სასაზღვრო პუნქტი სარბში და რომ თურქეთის მხარეს აშენდეს და გაფართოვდეს სასაზღვრო პუნქტი იმისაც, რომ რიგები არ იყოს არც ერთ მხარეს საზღვრის. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამუშავდეს სრული დატვირთვით. ბათუმის აეროპორტი, რომელიც რეალურად იყო პრაქტიკულად პატარა სოფლის აეროპორტის დონეზე, იმიტომ რომ იქ არ იყო რეისები. დღეს ამ წელიწადს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ იქნება დღეში 2 რეისი სტამბულიდან და ყოველდღიური რეისი ანკარიდან. და ეს არის ერთობლივი თურქულ-ქართული აეროპორტი. ასევე საქართველო თურქეთის მეშვეობით უკავშირდება ევროპულ რკინიგზას, ამიტომ თურქეთი არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში და 2013 წელს, 2012-ში პირველი სასწრაფო და 2013 წელს წავა მუდმივი რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა ევროპასთან ახალი თანამედროვე რკინიგზით, ყარსი ახალქალაქის მეშვეობით და ეს იქნება ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გარღვევა მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. მინდა ვთქვა, რომ არსებობს ძალიან ბევრი პოზიტიური სხვა დინამიკა, ძალიან ბევრი თურქი ბიზნესმენი დებს ფულს საქართველოში, მთელ საქართველოში, დაწყებული თბილისიდან, აღმოსავლეთ საქართველოდან, დასავლეთ საქართველოდან არის ძალიან ინტენსიური ერთობლივი პროექტები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თურქული კომპანია აშენებს ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და მიდის ჰიდროელექტროსადგურების პროდუქციის ექსპორტი ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით. ჩვენ ვაშენებთ ახალ ელექტროგადაცემის ხაზებს. ერთ სიტყვით თურქეთი, რომელიც არის დინამიური განვითარების წარმოუდგენლად ძლიერი მაგალითი. იმ პირობებში, როცა ევროპაში ასეთი კრიზისია, იმ პირობებში, როცა აზიაში ზოგადად არის რთული ეკონომიკური სიტუაცია, თურქეთი გამოირჩევა როგორც კუნძული შედარებით კეთილდღეობის და ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარების. ეს არის კონკრეტული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი რევოლუციური რეფორმების, რომელიც ყველა დაბყოლების მიუხედავად თურქეთის ხელისუფლებამ გაატარა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ რეფორმებს. რეგიონის ქვეყნების წარმატება დაკავშირებულია ასევე თურქეთის ეკონომიკურ წარმატებასთან, მაგრამ ეს არ მხოლოდ ეკონომიკის რეფორმები, არამედ ჩვენ აქტუალობით ვაკვირდებით რეფორმების განათლების სფეროში, ტექნოლოგიების სფეროში. თურქეთი
გახდა ინოვაციური სახელმწიფო, ინოვაციების შემქმნელი სახელმწიფო, რაც ძალიან იშვიათი და ძლიერი ფენომენია. ჩვენ გვაქვს ასევე აქტიური ურთიერთობა განათლების სფეროებს შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ჩვენ გვაქვს აქტიური, როგორც ვთქვით, კულტურული ურთიერთობა. ჩვენ მუშაობთ იმაზე ასევე, რომ ძეგლები კულტურული ორი ქვეყნის ერთმანეთის ტერიტორიაზე იყოს დაცული და რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მათ შორის ქართული ძეგლები, რომელიც არის თურქეთის ტერიტორიაზე, იქნას აღდგენილი და სათანადო უღონებაში მოყვანილი და ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის თავრობის ამ საკითხში თანამშრომლობისთვის. ერთ სიტყვით, ყველა ფიქრობ, რომ თუ კი არსებობს 21 საუკუნეში მისაბაძი მაგალითი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორხრივი კარგი თანამშრომლობის, მათ შორის დიდ და პატარა სახელმწიფოს შორის, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე და არანაირ ყოველგვარ დაცლილია ყოველგვარი ჰეგემონიზმისგან, იმპერიალიზმისგან, დიქტატისგან და რეალურად ემსახურება ორი ქვეყნის ხალხების განვითარებას და ახლოვებას. ეს არის ამ ჩვენი ორი ქვეყნის შორის ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს რთული სამეზობლო და მე ვფიქრობ, ამ სამეზობლოში ეს ურთიერთობები არის ძალიან სამაგალითო. ცოტა ხნის წინ ჩვენთან იყო ძალიან მრავალრიცხოვანი თურქეთის მეჯლისის დელეგაცია. ჩვენ ველოდებით ახალ დელეგაციას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტები განვავითაროთ. ერთ სიტყვით, ჩვენ გვაქვს უპრობლემო ურთიერთობები. და ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრ ერდოგანის დამსახურება. მე არასდროს არ დამავიწყდება მის პირველი ვიზიტი ბათუმში 2004 წლის ზაფხულში და ამ ვიზიტმა დაუდო საფუძველი რევოლუციურ გარღვევას ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და ასევე საქართველოს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ჩვენ მეზღვაურებს და ზუსტად ჩვენ ვლაპარაკობთ თურქ და ქართველ მეზღვაურებზე. მათ ასევე ჩვენი ინფორმაციით გამოიჩინეს საოცარი სოლიდარობა ერთმანეთთან, საოცარი ერთად ყოფნა, მათი ბედი ისევე დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც ჩვენი ორი ხალხის ბედი. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თურქი ძმები უბრუნდებიან თავის ოჯახებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისე როგორც ჩვენი ქართველები დაუბრუნდებიან სულ მალე ერთ საათში ცოტა ნაგმეთში თავის ოჯახებს. ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა, რა პირობებში მოუხდათ მათ ამ ტყვეობის გატარება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამეა, რაც ადამიანს საერთოდ ცხოვრებაში დაემართოს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს არიან თავისუფლები. უნდა გვახსოვდეს, რომ 600-ზე მეტი მეზღვაური, ძირითადად მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების არის დატყვევებული დღეს სომალიში. და ამ პირობებში, როცა ჩვენ ყველანი გმობთ მეკობრეობას, საერთაშორისო კრიმინალს და თანამშრომლობთ ამასთან ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს ჭიდრო თანამშრომლობა თურქეთთან ყველა ამ საკითხში, ის რომ თქვენ აღმოჩნდით იღბლიანთა შორის, ვინც ამ რამდენიმე ასეულ ადამიანში თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა, სიხარული და ასევე იმედი ყველა სხვა ადამიანისადმი, ვინც არის იქ დარჩენილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამძლეობისთვის და ძალიან დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისთვის. ეს მართლაც არის განსაკუთრებული მეგობრობის ჟესტი, რომ პრემიერ-მინისტრი სპეციალურად ჩამოვიდა აქ აეროპორტში, მოვიდა ჩემთან შესახვედრად, მოვიდა თქვენ დასახვედრად და ესეც არ არის შორლები მოვლენა, ესეც განსაკუთრებით ხაზს უსვავს მის თბილ დამოკიდებულება ჯერეთი ადამიანის ბედის მიმართ და შემდეგ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების მიმართ. Çok teşekkür ederim. Değerli basın mensupları, ძვირფასო ჟურნალისტებო, დღეს ჩემ ძვირფას მეგობართან, ბატონ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აქ ძალიან სასიხარულო ამბის გამოვიმყოფებით. ჩვენი საყვარელი ძმები 2010 წლის 8 სექტემბერს ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი და თურქი მეზღვაურები თავისუფლები არიან. ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ 2012 წლის 8 იანვარს ისინი სრულიად უვნებლები ჩაიყვანეს ქალაქ მომბასაში. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და ამ სიხარულს მათ ოჯახებთან ერთად ვიზიარებ. მთელი ამ დროის განმავლობაში მე პირადად როგორც თურქეთის მთავრობის მეთაური მუდმივ კავშირზე ვიყავი საქართველოს მთავრობასთან, ჩემ ძვირფას მეგობართან, საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩემი სომალიში ვიზიტის დროს ეს თემა დეტალურად განვიხილე სომალის პრეზიდენტთანაც. განუწყვეტელი მუშაობა მათი დატყვევების პირველი დღიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა და ამ ძალისხმევამ საბედნიეროდ დადებითი შედეგი გამოიღო. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა და ჩვენი გათავისუფლებული ძმები კენიიდან აქ ჩამოაყვანინა. ამისათვის ყველა თქვენგანის თანდასწრებით მას პირადად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-თურქული ეს ურთიერთდახმარება ისტორიაში შევა როგორც ჩვენი ქვეყნების ძმობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის მაგალითი. ჩემი დიდი სიხარული პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრისასაც გავუზიარე. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზეც და გამოთქვით სურვილი, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებს. როგორც მოგეხსენებათ, სასაზღვრო გამშვებპუნქტებზე ჩვენს შორის აღარანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს. ორივე მხარეს მოქალაქეები მხოლოდ პირადობის მოწმობის გამოყენებით, ყოველგვარი დამატებითი სირთულის გარეშე გადაადგილდებიან. და რასაკვირველია, ეს ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა გვაკავშირებს ენერგეტიკის სფეროშიც. ბაქო-თბილისი ჯეიჰანთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისის ყარსის სარკინიგზო დერეფანიც, რომელიც იმედი გვაქვს, რომ 2013 წელს ამოქმედება. გარდა ამისა, მზადდება პროექტი მტკვართან დაკავშირებული კაშხლის თაობაზე. ასევე ზამთარში ბორჩხის გავლით თურქეთიდან საქართველოში გადასვლის გართულების გამო თურქეთის ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების ფონდის მონაწილეობით კეთდება ახალი გზა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ახალციხელი თურქების თემაზე ჩემი მეგობრის მიხეილ სააკაშვილის დადებითი დამოკიდებულების შედეგად იმედია წლების განმავლობაში სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდებიან. ურთიერთგაგებაზე დამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით კულტურული მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებითაც და ჩვენმა ურთიერთობამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ორ ქვეყანას ერთმანეთის ძალიან ადვილად და კარგად ესმის. როდესაც საქმე ტყვეებს ეხებოდა, ჩემი ძვირფასი მეგობარი სააკაშვილი მუდმივად მზად იყო გამოეწოდებინა დახმარების ხელი და ამისათვის მთელი ჩემი ერის და პირადად ჩემი სახელით ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. წელიწადნახევრის განმავლობაში სომალიში მეკობრეების მიერ დატყვევებულ ჩვენს მეგობრებს კი ასე ვეთქვი. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ოჯახებში, სამშობლოში, სახლში. Gürcistan. Çok teşekkür ederim Türkiye'nin დიდი მადლობა თურქეთის განთქმულო ლიდერო, ჩვენო დიდო მეგობარო, ჩვენ ერთად ვიყავით იმ ურთულეს დღეებში და ამ სიხარულსაც ერთად ვიზიარებთ. მინდა მივმართო როგორც ქართველ, ასევე თურქ მეზღვაურებს, ფუატ ოზალიკ, მუსტაფა არჯოღლუ, იაკუბ ოზთურკ, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. Evinize hoş geldiniz. ქართველი მეზღვაურები სომალელმა მეკობრეებმა გასული წლის სექტემბერში დაატყვევეს, როდესაც მალტის დროშის ქვეშ მცურავი ოლიბჯი ინდოეთისაკენ მიემართებოდა. ბერძნული კომპანია ფიორა ვენტურეს კუთვნილი გემი ეკიპაჟს ჯარჩიოდა ჩაებარებინა. ადენის სრუტეში მათთან შეერაღებული პირები დაესხნენ და მეზღვაურები მძევლად დაიყვანეს. ეკიპაჟის 18 წევრიდან საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე იყო. საქართველოს პრეზიდენტმა საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა, შექმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მინისტრი ვერა ქობალია არაერთხელ შეხვდა. გიორგი კარბელაშვილი კი ადგილზე რამდენჯერმე იყო ჩასული, თუმცა 16 თვის განმავლობაში მოლაპარაკებების დეტალები არ ხმაურდებოდა. ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მსვლელობის დროს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად თურქების გათავისუფლებაზეც იზრუნა და ადვოკატების დახმარებას უზრუნველყო. წელიწადნახევრიანი ტყვეობის განმავლობაში მეზღვაურების ოჯახებს ხელისუფლების ინიციატივით კუთვნილი ხელფასები ერიცხებოდათ. საახალწლოდ კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველა მათგანს ფულადი საჩუქარი გადასცა 5000 ლარის ოდენობით. ექსპერტები თვლიან, რომ ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება იშვიათი გამონაკლისია, რადგან ამ დრომდე სომალის ნაპირებთან სხვადასხვა ქვეყნის 733 მეზღვაური და 33 გემი მეკობრეების ტყვეობაში რჩება.